კოლეგებო, მე მესმის თქვენი სკეპტიციზმი, მაგრამ დროა ცოტა გავცდეთ არსებულ ჩარჩოებს. ყველაფერთან ერთად თქვენ ცხოველის ნეშტზე კი არა, ადამიანის გვამზე გსურთ ექსპერიმენტების გაგრძელება. ეს ექსპერიმენტი შეიძლება უდიდესი აღმოჩენა იყოს და შენ ლაბორატორიას მართმევ. ბატონო დავით, შეიძლება? ბერდო, ტოკუგავას მიფინანსებენ. მართლა? ვინ? ერთი ბიზნესმენია, ინვესტიციებს მართავს. ღმერთის გამოგზავნილია რა. კიდევ ვინ იქნება ჩვენს გარდა? ერთი მათემატიკოსი. ოპტიკური ფიზიკის სპეციალისტი გვინდა. ელენე. გვამის გარშემო შესაქმნელია მაღალი ენერგეტიკული ველი, რომელიც თავის თავში იქნება ჩაბრუნებული და აქ დააგროვებს ნაწილს. ცუდი ამბავი გვაქვს, დავით, შეხედე. ნაწილი მცირდება. დრო არ ითმეს. მე ის უნდა წაავიღო. ეს ტიპი ვინ არის, ა? გამაგებინე, საწაიღო ნაწილი. დავით სარკევინ დაამზადა. ჰიროს ნაცნობმა კიოტოში.今度は何を持ってきたんだい？ძიაბას შეთვის უბრალოდ გვამია? იქნებ სულია, რასაც ვაცილთ, მე კონტეინერში უნდა ჩადო და ჰიროს გაატანო. დავისჯებით. უნდა დავისაჯოთ. მგონი რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რა ხდება. გური აიღე ყურმილი. კარგი, რა დაგემართა, ელენე? გამიგე კარები, გააღე!